მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის საჯარო გაშლა და დღეს მინდა გავაკეთო ივნისისთვის ტენდენციები მერწყულისთვის ზოდიაქოსთვის. ნახოთ, ივნისის თვე მერწყულის ზოდიაქოსთვის. რა ენერგიები შემოდის თქვენ ცხოვრებაში? რატომაც ესეთ გაურკვეველ სიტუაციებში? ეს შესაძლებელია ეს გაურკვევლობა და გაურება წასვლა დარჩენის საკითხი თქვენს სწავლა-განათლებას ან პირად ურთიერთობებს უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ილუზია, ძალიან ბევრი ფიქრის ენერგია, ხისტი ენერგიებია. ნახეთ, ძალიან დიდ გაურკვევლობებში ხართ თვითფესებო, ამიტომ ეს უახლოესი პერიოდი, ეს უახლოესი ორი თვე ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების წინაშე უნდა აღმოჩნდეთ. ფიქრი გონებიდან არ ამოგდით, ეს შეიძლება სწავლას უკავშირდებოდეს, შეიძლება სამსახურს უკავშირდებოდეს, ცვლილებების მოლოდინი გაქვთ, თუმცა ჯერ დროს და მომენტს ელოდებით იმისთვის, რომ ნაბიჯები გადადგათ. ნახეთ, თქვენს გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ამ უზარმაზარ ტრანსფორმაციაში. რეალურად მოგეცემათ საშუალება და რესურსი იმის, რომ დადებითი თვალსაზრისით შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტენდენცია. აქ ბევრ თქვენთაგანთან სხვათა შორის ჭერის, სწავლის, სამსახურის ძალიან დიდი გამართლების პერსპექტივა აქვს. შეიძლება ძალიან კარგი სამსახური ნახოთ, რომელიც გამართლებს და მოიტანს რესურსებს. ახალი ჰორიზონტები იხსნება თქვენთვის ივნისის თვიდან მეგობრებო და ცოტა მოგვიანებით ეს შემოცული რესურსები, რომელიც ცვლილებებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში, უზარმაზარი სურვილის ასრულებით უნდა დაგვერგვინდეს. ამიტომ ეს პერსპექტივები, რომელიც უახლოეს ნახეთ, ცოტა მეტი დროც მაჩვენა. უახლოესი 3 თვის პერსპექტივა საკმაოდ საინტერესოა თქვენთვის. გამოგიყვანთ იმ გამომწყვდეული ყოლბიდან ვიტყოდი და ნახეთ, აქ ჭკვიან ხალხზეა საუბარი, სხვათა შორის დაფიქრდით და თქვენს გონებას სწორად მიყევით. იმიტომ რომ ის შანსები, რომელიც მოგეცემათ უახლოეს პერიოდში, ეს არ ხდება ყოველთვის. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ. ეს სამყაროსგან მიღებული შანსები იმისთვის, რომ გამარჯვების არკანზე დაჯდეთ, გამარჯვების თხენზე დაჯდეთ და გამარჯვების დროშა დაეჭიროთ ხელში. ეს რეალურია, ნამდვილად მოდის თქვენს ცხოვრებაში გამარჯვებები, გამოგიყვანთ იმ დახურული სივრციდან, რომელშიც მოქმედებას ვერ ახდენთ, ვერ ახერხებთ, ამიტომ ეს შემოთავაზებული საინტერესო წინადადებები თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ ესეთი რესურსები ცხოვრებაში ერთხელ მოდის. მირ, რაღაცა საქმე უნდა დაგვერგვინდეს. ძალიან კარგად, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ.